ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან მაესტროზე. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გვერდზეა. ჩვენ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. შედეგები კარგია, თუმცა არის ბევრი პრობლემაც, რომელიც ძირითადად ადამიანური სისუსტეების ბრალია. თქვენ ამის შეცვლასაც უნდა მიაღწიოთ, ასე მიმართა ჰილარი კლინტონმა ლიდერ ქართველ ქალებს შეხვედრაზე, რომელზეც მხოლოდ 10 შეკითხვა დაისვა. ერთ-ერთი კითხვის ავტორს ეკაბესელიას კლინტონი დაპირდა, რომ სააკაშვილთან პატიმრების სასამართლოსა და მედიის საკითხებზეც ისაუბრებდა. სოლიდარობა უკანონო პატიმრების თავმჯდომარესთან დღეს პირდაპირ საუბარი გვექნება. გადაცემის მეორე ნაწილში კი საგადასახადო ამნისტიაზე ვისაუბრებთ. ამ ამნისტიის მიხედვით საქართველოში ტელევიზიებს 36 მილიონი ლარის დავალიანებას აპატიებენ. აქედან 25 მილიონის დავალიანება რუსთავიორის ვირჯინიელ და იმედის პანამელ მფლობელებზე მოდის. პანამელ და არა არაბ, როგორც ჩვენ აქამდე ვიცოდით. რატომ უნდა გადაიხადოს ქართველმა გადასახადის გადამხდელმა ოფშორული კომპანიების ვალი საკუთარი ჯიბიდან? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გაზეთ რეზონანსის მთავარ რედაქტორთან ლაშა ტოღუშთან ერთად შევეცდებით. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია ეკაბესელია, საღამომშვიდობისა ქალბატონო ეკა, მოგესალმებით. ვიდრე გადავიდოდეთ გუშინდელ შეხვედრაზე, დღეს მინდა დღევანდელი ფაქტის შესახებ დაგისვათ შეკითხვა, საქმე ეხება პატიმრის ციკლაურის ცემის ფაქტს, რომელიც დღეს თქვენ გამოააშკარავეთ. რა მოხდა სინამდვილეში? მადლობთ, რომ ამ საკითხს შევეხეთ დასაწყისშივე ეკა. ეს არის ერთ-ერთი მძიმე შემთხვევა, რომელზედაც ჩვენ რეაგირება ძალიან სწრაფად მოვახდინეთ, თუმცა ბოლო პერიოდში მინდა გითხრათ, რომ ძალიან გახშირდა პატიმართა ცემის ფაქტები, იმიტომ რომ დღე არ გადის, რომ მე არ მივიღო რამდენიმე ზარი სხვადასხვა დაწესებულებიდან, საშელახსოვრების სისტემის, დღეს მაგალითად ქსნის კოლონიიდან, რუსთავიდან, გლდანიდან, სადაც პატიმრები ითხოვენ შველას, რომ მათ მიმართ ხორციელდება ძალადობა. ერთ-ერთი პატიმარი ციკლაური, რომელიც საშილსიხდის გლდანის საავადმყოფოში ინვალიდის ეტლის ამ სავარძლით გადაადგილდება, მეორე ჯგუფის ინვალიდია 20 ივნისს ცემეს სასტიკად ასახელებს კონკრეტულად ადამიანებს, ეს არის დაწესებულების დირექტორის მოადგილე და რეჟიმის უფროსი. 21-ში მოგვართა დახმარებისთვის მეუღლემ და იმავე დღესვე შევიდნენ ჩვენი იურისტები, შეამოწმეს დადასტურდა ცემის ფაქტი. ეს ფაქტი ვერ დამალა ვერც დაწესებულების ხელმძღვანელობამ და ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია, რომ სამედიცინო ნაწილმა დაადასტურა დაზიანებების ფაქტი. იმედია არ გვეტყვის ახლა ამ დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორც სხვა შემთხვევებში, რომ ამ პატიმარმას თვითდაზიანებები მიიყენა და ასეთ უსუსურ არგუმენტებს არ ჩაეჭიდებიან, გამოძიებას გადაეგზავნა უკვე ეს ფაქტი და მე მოვითხოვ, რომ მთავარმა პროკურორმა, სასჯელახსოვრების და პრობაციის მინისტრმა ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რომ გამოძიებული იქნეს ეს ფაქტი. ასევე მინდა გითხრათ ეკა, რომ სხვა ფაქტებზეც, რომელზედაც ჩვენ გვაქვს ანალოგიური ტიპის შეტყობინებები, რეაგირებას გავაკეთებთ ძალიან სწრაფად იმისთვის, რომ ციხეებში უმძიმესი მდგომარეობა პატიმრებს შეუმსუბუქოთ. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორი დემოკრატიაა საქართველოში. ქალბატონო ეკა, დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი საკითხი ისთვისაც თქვენ ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე წახვედით, იყო სწორედ ეს, ანუ უკანონო პატიმრები და ის თუ როგორ ექცევიან, როგორც უკანონო, ასევე ჩვეულებრივ პატიმრებს ციხეებში. ნამდვილად ეკა, მე მინდა გითხრათ, რომ ვერ ვიქნები უმადური და ნამდვილად ვერ დავმალავ იმას, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში პირადად მე მინდა რომ გადაუხადო მადლობა რომ ის შესაძლებლობა მე მომეცა რომ მესაუბრა ძალიან ღიად შეულამაზებლად იმ პრობლემებზე რაც ქვეყანაში არსებობს ამ მიმართულებით სხვა შორის მე თავიდანვე როდესაც ეს მიწვევა მივიღე საელჩოსგან რომ ამ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა ვიკითხე მექნებოდა თუ არა შესაძლებლობა რომ დამესვა კითხვა და გამომეთქვა საკუთარი სულ 10 შეკითხვა დაისვა ამ შეხვედრაზე სულ 10 შეკითხვა საინტერესო იყო ჩემი იყო ბოლოს წინა შეკითხვა და სხვათა შორის გულწრფელად გითხრათ მართლაც ვინერვიული, იმიტომ რომ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ
სახელისუფლებო გუნდის ქალბატონი ლიდერები, რომლებიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი ამ შეხვედრაზე და პირველი წინარიგები მთლიანად ჰქონდათ დაკავებული, იქ იყო სხვათა შორის პრეზიდენტის დედა, მეუღლე, იყო ძალოვანი უწყებების მინისტრების ყველა პირველი მოადგილე ქალბატონი და ბუნებრივია მათ რამდენიმე მათგანმა ესე ღიად ჩანდა ეს, მიიღო პრევენციული ზომები იმისთვის, რომ მიკროფონი, რომელთაც შესაძლებლობა იყო საკუთარი აზრის გამოთქმა, არ აღმოჩენილიყო ისეთი გამომცემლების ხელში, რომელიც არასასიამოვნოდ მათთვის არასასიამოვნოდ, მაგრამ რეალურად წარმოაჩენდა მდგომარეობას. მე ეს ვიგრძენ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი როგორ ახერხებდნენ? იცით როგორ იყო? პირდაპირ ჯერც ერთმანეთთან დიალოგი მიდიოდა და ეს ხდებოდა ჩვენს თვალწინ და მე რამდენჯერმე მათ გაიყვანეს საელჩოს წარმომადგენლები და მათთან ჰქონდათ პირდაპირ ამაზე ჩანდა ძალიან კარგად ეს, იმიტომ რომ ძალიან ახლოს იყო ეს ყველაფერი. და ამაზე ჰქონდათ საუბარი, ძალიან ნერვიულობდნენ სხვათა შორის. ამას ჩანდა ძალიან კარგად და როდესაც დაიწყო შეკითხვების დასმის პროცედურა, მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ თვითონ მოეპოვებინათ ყველა გამოსვლის უფლება. ანუ მათ სურდათ რომ არ მიიღო კლინტონს ის ინფორმაცია, რაც მათ არ სურდათ რომ მიიღო. ცხოვრება საამურია, დაახლოებით ეს იყო სცენარი, რომელიც იყო იქ დადგმული და მაქსიმალურად იყო ორგანიზებული მათი მხრიდან ყველა შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების პრევენციული ზომები გამოყენებული, რომ ქალბატონ ჰილარის ქონდა შტაბ-შტილება, ნახეთ რამდენი ლიდერი ქალბატონია წარმოდგენილი ამ დარბაზში, ეს იმას ნიშნავს, რომ დემოკრატია ძალიან მაღალი ხარისხისა, როგორც წესი ქალბატონები, როცა მრავლად არიან წარმოდგენილი პოლიტიკაში, სამოქალაქო სექტორში, ეს იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია. ეს იყო ის განწყობა პირველი, რაც ამ სიმრავლით უნდათ ეჩვენებინათ ქალბატონ ჰილარისთვის, მეორე ის, რომ კითხვები იყო დასმული სახელისუფლებო წარმომადგენლების ქალბატონიკა დიდი ბოდიში შეგაწყვეტნებთ. ოპოზიციონერი ქალბატონების მიწვევა ამ შეხვედრაზე იმით იყო განპირობებული, რომ ასე ვთქვათ, რიცხოვნობა გაზრდილიყო დამსწრეების და ეჩვენებინათ ის, რომ ქალების რიცხვი, ასე ვთქვათ, წარმატებული ქალების რიცხვი საქართველოში დიდია და ავტოდემოკრატია. რაოდენობრივად ბალანსს ვერ შევქმნიდით, უბრალოდ ვერ დავაბალანსებდით, იმიტომ რომ უმრავლესობა იყო ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩანდა კიდეც კომენტარებში ეკა, მაგრამ ის რომ რაღაც იმიტაცია შექმნილიყო, რომ ორივე ფლანგი იყო წარმოდგენილი, ამის მცდელობა იყო. ჩემ შემთხვევაში მართლაც გულწრფელად ვამბობ, რომ საელჩოს წარმომადგენელს რომ არ მოეცა ამის შესაძლებლობა, მე არ ვიცი უბრალოდ მართლა ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა, რომ აუცილებლად მეთქვა ჩემი სათქმელი, იქ იყო მსოფლიო მედია, საერთაშორისო მედია, იქ იყო დიპლომატიური სპექტრი წარმოდგენილი, იქ იყო თეთრი სახლის ადმინისტრაცია და რაც მთავარი იქ იყო სახელმწიფო მდივანი შეერთებული შტატების, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობდა დემოკრატიას და ამ დროს ჩვენგან არ მქონდა მოსმენილი არანაირი კრიტიკული მოსაზრება. თინა ხიდაშვილს მიეცა შესაძლებლობა დასაწყისშივე, რომ ესაუბრა და მას ჰქონდა კრიტიკული გამოსვლა, ძალიან კარგი გამოსვლა, მაგრამ დანარჩენი სხვა გამოსვლები იყო ყველა რაღაცა ერთხმაში სიმღერა და მე მივხვდი, რომ ეს იყო ის ტრიბუნა, რომელიც მე აუცილებლად უნდა გამომიყენებინა ეკა. ბოლოს ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა და ხედავდა რამდენი ხანი ვითხოვდი სიტყვას და არ მეძლეოდა, ამის შესაძლებლობა ხმამაღლა წამოიყვირა, რომ მიეცითო ეკას სიტყვა. და მე ფეხზე წამოვდე კი ბოლოსკენ და საელჩოს წარმომადგენელი უბრალოდ არ ვიცი იმ ქალბატონის გვარი და მადლობაც გადაუხადე, მან მომცა მიკროფონი და მე დავინახე როგორ შეეკრა თუნთქვა ერთბაშად იმ სახელისუფლებო გუნდის ქალბატონებს, რომლებიც ჩემ წინ იჯდნენ და სხვა შორის ვერც ერთმა ვერ გაბედა, რომ რაიმე ტიპის საპირისპირო რეაქცია ქონოდა იმ წვავე საკითხებზე, რომელზეც მე ვისაუბრე. მე მივმართე ქალბატონ ჰილარის და უთხარი, როცა წარუდგინე ჩემი თავი, უთხარი, აი ამდენ ლიდერ ქალბატონს ქართულ ქალს ხვდებით თქო. თქვენ შემთხვევაში სხვაგვარად არის თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ოპონენტები ერთდროს ბარაკ ობამა და ქალბატონ კლინტონი ეხლა დღეს ერთ გუნდში არიან და ერთად მართავენ ქვეყანას, მაგრამ რას ნიშნავს იყო სააკაშვილის შეურიგებელი ოპონენტი და როცა ხარ ქალი და დედა, საკუთარ მაგალითზე გეტყვით თქო და უთხარი, რასაც ნიშნავდა ეს, როგორ ამიწიოკდა ოჯახი ამ პოზიციის გამო და ამის გარდა უთხარი ზოგადად ეს, მაგრამ უთხარი უფრო მნიშვნელოვანი რამ, როცა შეხვდებით თქო დღეს პრეზიდენტ სააკაშვილს,
კითხეთ თქო მას 61-ზე პოლიტიკური პატიმარი. რატო ყავს მას გამომწყდეული ციხეში? რატომ არის ამდენი უკანონო პატიმარი? რატომ ექცევიან პატიმრებს ესე სასტიკად? სად არის დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია? სად არის თავისუფალი არჩევნები? ჩვენი ხალხი რამდენიმე წელი უკვე ვერ ატარებს თქო თავისუფალ არჩევნებს და ბოლოს კითხეთ თქო მას რომ ამერიკა საქართველოს შორის გაფორმებული ჩარჩო